დღეს სულ სხვა ვიდეო უნდა დამედო, მაგრამ ძალიან საინტერესო ვიდეოს გადავაწყდი Facebook-ზე და აუცილებლად ერთად უნდა ვუყუროთ და თან უნდა ვაკომენტირო. ხო გვაქვს რუბრიკა დეოკუპატორი გიყურებთ და კოცებს და არასწორებს ხო ვახურავთ ხოლმე. და ახლა კოცები ხო მართლა საქართველოში არ არიან, კოცები მთელ მსოფლიოში არიან. მთელ მსოფლიოში აფინანსებს ყველანაირ გამოიმასქნებულს რუსეთიც და ჩინეთიც და აი ახლა შევხედოთ, ოღონდ არ ვიცი ეს კაცი ამერიკელია თუ ბრიტანელია. ვინმეს თუ გეცნობათ, არც იმ თარიღიც არ აწერია ვიდეოს როდინდელია. ვინმეს თუ გეცნობათ ან თვითონ ეს ტიპი ვინ არის, ან რამე ინფორმაცია გაქვთ ამ ვიდეოზე, აუცილებლად კომენტარებში დამიწერეთ. ხო და არის ან ამერიკელი ან ბრიტანელი სოციალისტი და იქაურ სოციალისტებს ყოველთვის რუსეთი ან ჩინეთი აფინანსებს, იმიტომ რომ თუ პირდაპირ აგენტები არ არიან რუსეთის, არიან აბსოლუტურად რუსეთისთვის და ჩინეთისთვის სასარგებლო იდიოტები მათი სრული გამოსირებული რიტორიკით. ვიდეო თითქმის 7 წუთიანია. და იმის გამო რომ მე ხშირად გავაჩერებ, ხშირად დავაპაუზებ და ბევრს დავაკომენტარებ, ალბათ 1.5 საათამდე ავა ჩვენი საუბარი. ხო და აბა დავიწყოთ. საქართველოს ნატოში გაწევრიანების თემას არავითარი კავშირი არ აქვს საქართველოსთან. სამაგიეროდ ეს კავშირშია ვაშინგტონის რუსეთთან დაკავშირებულ ხედვებთან. საქმე არა საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ დაახლოებით 30 წლის წინანდელ იდეას ეხება, რომელიც შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გარშემორტყმას გულისხმობს. აქვე ეს არის ტყუილი. 30 წლის წინანდელი ეს გეგმა ვერანაირად ვერ იქნება. ჩვენ 30 წლის წინ ცოტა მეტიც საბჭოთა კავშირს რო ვშლიდით, თეთრი სახლი დარბოდა კიევს და თბილისს შორის და გვეხვეწებოდა არ დაშალოთო. არ ქონდა იმ მომენტში თეთრ სახლს საბჭოთა კავშირის დაშლის ასეთი დიდი სურვილი. ეს გავაკეთეთ ჩვენ, იმიტომ რომ ეს პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება. ნატოში გაწევრიანებაც პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს არის რუსეთისგან უსაფრთხოების გარანტია. რუსეთი ესხმის ყველას და ვერასდროს ვერაფერს ვერ უშავებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ნატოში არიან. მე მაქვს რამოდენიმე ვიდეო, ერთ-ერთია გიგი თევზაძესთან, სადაც გამოთქვა იმ აზრს, რომ არ არის აუცილებელი, რომ ნატოში შევიდეთ, რომ უკრაინა სავარაუდოდ აღადგენს თავის ბირთვულ იარაღის არსენალს და ესეთი კავშირი 22 წელს ბორის ჯონსონმა დააანონსა, რომ შესთავაზა კიევს და პოლონეთს, შევქმნათო კავშირი უკრაინა, პოლონეთი, ბრიტანეთი და ვიყოთო ნატოს ალტერნატივა და სამხედრო ერთმანეთს მოკლედ დავიცავთო. იმ მომენტში პოლონეთთან ვიღაცეები საქართველოდანაც ლაპარაკობდნენ, ნაციონალური მოძრაობის წევრები და იმათ უთხრეს პოლონელებმა, რომ საქართველო არაო, ჯერო არანაირად არ განიხილება, იმიტომ რომ კოცები სანამ არიან არაო. კოცებს რომ მოიშორებთ, მერე რა თქმა უნდა, დაიწყებაო საუბარი იმაზე, რომ მეოთხე ქვეყანა შეიძლება საქართველო იყოსო ამ კავშირშიო. ოღონდ იმის მერე, რაც ბორის ჯონსონი ბონძღ ბაიდენმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბორის ჯონსონი მოეშორებინა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობიდან, ეს თემაც დაიხურა. მერე არჩევნები იყო, ერთი აირჩიეს, მეორე, მესამე პრემიერმა არც ერთმა არ გაამართლა და ბოლოს საერთოდ არჩევნები თავიდან, საპარლამენტო არჩევნები დანიშნეს თავიდან და თვითონ იმ პარტიამ, რომელსაც მიეკუთვნის ბორის ჯონსონი, წააგო არჩევნები, უმცირესობაშია. შესაბამისად, ეს პარტია უკვე ვერ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს და ბორის ჯონსონს სამწუხაროდ არ აქვს დაბრუნების შანსი. მაგრამ 2 დღის წინ მე მგონი მასკს უთქვამს, რომ ბრიტანეთში ახალი არჩევნებიო დასანიშნი. არ ვიცი ამ აზრს რამდენად
მოუწევს გაღვივება და გაფართოება და რამდენად იმიტომ რომ ტრამპის გამარჯვება მაგალითად გერმანიაში ეგრევე კრიზისი გამოიწვია და ეგრევე დასანიშნი გახდა ახალი არჩევნები, რაც ძალიან კარგია და თუ მსგავსი რაღაცა მოხდება ბრიტანეთშიც და კონსერვატორები დაბრუნდებიან, ლეიბორისტები ისევ გადაჩერშდებიან მეორე ადგილას, მე მაგალითად ძალიან გამიხარდება და ძალიან მომხრე ვარ ამისი. ეს ახლა გადავუხვიეთ, მაგრამ მე მიხვდებით რატო გადავუხვიე ასე ძალიან, ასე შორს რატო წავედი. ანუ, ხო, აი ამ კაცმა ახლა ტყუილი თქვა, რომ თურმე ამერიკას უნდოდა. არა, ეს ჩვენ გვჭირდებოდა, ჩვენ დავშალეთ საბჭოთა კავშირი და ამერიკა გარედან გვეხმარებოდა და რაც შეეძლო იმას გარედან აკეთებდა, შიგნიდან ჩვენ ვმუშაობდით ამაზე. უნდა აღვნიშნო, რომ ეს იდეა საერთოდ 170 წლის წინანდელია. სწორედ ბრიტანეთის იმპერიას ეკუთვნის ეს იდეა. ჩემი აზრით, ყველაზე ცინიკოსი ხალხის იდეაა. თუ კი ამერიკა ცუდია, ბრიტანეთი უარესია. ვინაიდან ბრიტანული იმპერია უფრო დიდხანს იყო მსოფლიო იმპერია. მე-19 საუკუნის შუაში აი ეს საწყალი რაღაცა ძალიან არ ვიცი ამას ცოდავი წუწუნი რომ ამერიკა ცუდია, ბრიტანეთი ცუდია, იმპერიები. აი ეს ლევაკი ხალხის რაღაცა გამოსირებულობა, არ ვიცი ამას რა დაგვაქვს. აი სოციალისტები ან ეხლები. ისე ვიტყუება, იმიტომ რომ ბრიტანეთი იყო შავ ზღვაში, სანამ რუსეთი აქ შემობლაყუნდებოდა. და 170 წლის არ არის ეს იდეა ძალიან ძველია. ბრიტანეთი აქ, რა ვიცი მე, ალბათ რაც ფლოტი აქ და რაც ცოტა წამოვიდა იქიდან აქითკენ, მაშინვე შავ ზღვაში შემოცურა. ბევრი საუკუნის წინ. როდესაც იქ ანუ ახლა სადაც უკრაინა ბრიტანული რაღაცეები იდგა, აქ ჩვენი ფლოტი გქონდა ძალიან ძლიერი. და ახლა როდესაც 22 წელს დაიწყო ფართომასშტაბიანი უკრაინაში, მაშინ ბორის ჯონსონმა პირველი რაც იყო ეს თქვა ის რომ ეს ომი დამთავრდება უკრაინის დეოკუპაციით და აუცილებლად საქართველოს დეოკუპაციითო, რითაც ძალიან გამახარა და მეორე შეახსენა პუტინს პირდაპირ მიმართა და შენო არ გახსოვსო ყირიმის ომი რითი დამთავრდაო 164 წლის წინო, ეს ზუსტად ისე დამთავრდებაო ახლა. მაშინო გაგპუტეთო, გავაცამტვერეთო თქვენი ფლოტიო და ზუსტად იგივე გელისო ახლა. და დიახ, ზუსტად ის დაემართა ახლაც. რუსული სამხედრო ფლოტი შავი ზღვის გაცამტვერებულია და ეს უკრაინამ თავიდან ბრიტანეთი ეხმარებოდა ძალიან და მერე უკრაინამ უკვე თვითონაც შექმნა ისეთი საზღვაო დრონები, რომ მარტო გემებს და რაღაც იმებს რაც დაცურავს იმას კი არ ანადგურებს, უკვე შეუძლია რომ ვერტმფრენებით ჩამოაგდოს და კიდე ცოტაო და სავარაუდოდ ისე გავაძლიერებთო რომ თვითმფრინავებსაც ჩამოაგდებსო დრონი რომელიც დაცურავს. ანუ ეს ამბავი უკვე დასრულებულია, რუსული ფლოტი განადგურებულია ისევე როგორც მაშინ, ანუ ბრიტანეთმა ბორის ჯონსონის მუქარა პუტინისადმი შეასრულა. რა იგეგმება შემდეგი? შემდეგი იგეგმება ის, რომ სავარაუდოდ არა უკვე თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ ყირიმის დეოკუპაციის შემდეგ, რომ დასრულდება ომი, ბრიტანული ფლოტი ჩადგება იქ, ან ბრიტანული, ან ამერიკული. ბრიტანეთს, რა თქმა უნდა, თავისი უნდა, მაგრამ, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მე ორივე მაწყობს. ჩადგება ყირიმთან. რაც მოგცემს იმის გარანტიას, რომ აფხაზეთი აუცილებლად დეოკუპირებული იქნება. აი ისე იქნება დეოკუპირებული, რომ აი სულ შეუბერავ როგორც ბაბუაწვერას და ისე გაქრებიან იქიდან რუსები. ამასობაში უკრაინა რამოდენიმე წელიწადში 20-30 წელიწადში 40 წელიწადში აღადგენს კი არა აღადგენს უკრაინა ააშენებს და გააკეთებს თავის ფლოტს. ჩვენ კიდე აღვადგენთ იმას, რაც ძალიან ბევრი საუკუნის წინ მქონდა. ვიცით, რომ მქონდა ძალიან ძლიერი ფლოტი ყოველთვის.
და მე იქ უკრაინა ჩააყენებს თავისას, ჩვენ აქ ჩავაყენებთ ჩვენსას და უკვე ესეთი ძალიან ასე ვთქვათ, აქტიური სამხედრო მოძრაობები აქ ბრიტანული გემების რაღაცების რაღაც წლების მერე აღარ იქნება საჭირო ეს გაერთიანებაში რო შევალთ, მერე უკვე ჩვენ თვითონაც ან ნატოს ძალები ვიქნებით, ან იგივე იმ ბრიტანეთის შემოთავაზებული რაღაც კავშირის ძალები, ამიტომ ჩვენი აქ ყოფნა უკვე იმის ნიშანი იქნება, რომ აქაურობას აკონტროლებს ცივილიზებული სამყაროს სახელმწიფოები და არა ეს ბონძღი სირი რუსეთი. ბრიტანელ ლორდ პალმერსტონს დაებადა იდეა, რომელსაც მეზობელმა ნაპოლეონ მესამემაც აუба მხარი. ეს გახლდათ რუსეთის შავი ზღვიდან გაძევების იდეა. ეს არ იყო იდეა, რომელიც დაიბადაო მე-19 საუკუნის არა. ეს იყო პასუხი, ანუ იყვნენ ბრიტანელები, მერე აქ შემოვარდა რუსეთი ეკატერინეს დროს და ეს რუსეთი უკან უნდა გაეგდოთ. ფლოტი კი ეკატერინე მეორეს მმართველობიდან მოყოლებული სწორედ სევასტოპოლშია. ის 1783 წელს დაარსდა. ბრიტანული ფლოტის უპირატესობის გათვალისწინებით ლორდ დაარსდა კი არა, დაიპყრო იქაურობა და გადათელა იქაურობა. პალმერსტონს მიაჩნდა, რომ ბრიტანულ ფლოტს შეეძლო რუსული ფლოტის დამარცხება და მისი შავი ზღვიდან გაძევება. რუსეთის კი მესამე ხარისხოვან სახელმწიფოდ ქცევა. მესამე ხარისხოვან სახელმწიფო ქცევა არა, რუსეთი არის მესამე ხარისხოვანი და საერთოდ გახდება მე-10 და მე-15 ხარისხოვანი. რატომ უნდა ეს ბრიტანეთს? მას მსოფლიოს მართვა სურდა. ბრიტანელებს ამავე დროს ეშინოდათ, რომ რუსეთი მათ კონკურენციას გაუწევდა. რუსეთი ბრიტანეთის კონკურენტი. სასაცილოა. მაგალითად ცენტრალურ აზიაში და ინდოეთში. ეს გახლდათ შეშლილი გეგმა, მაგრამ როდესაც შენ მსოფლიოზე ბატონობა გსურს, ყველა კუთხე, ადგილი და არანაირი შეშლილი გეგმა ეს არ არის, ეს არის ის, რაც მინდა მე მჭირდება აქ, რომ ჩემი შავი ზღვა იყოს რუსეთისგან თავისუფალი, რომ მოვიშორო ეს ჭირი, აგრესორი, გამანადგურებელი და აქ ყავდეს პარტენიორად წესიერი ქვეყნები, რომელიც მუდმივად და ყოველთვის მყავდა საუკუნეების განმავლობაში და უნდა დამიბრუნდნენ ჩემი ძველი მეგობრები. ეს მე მჭირდება აქ და არა იმათ იქ. მე უფრო მჭირდება ვიდრე იმათ. თუმცა ერთნაირად გვჭირდება სავარაუდოდ. საჭადრაკო დაფის მონაკვეთი სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელი ხდება. გამომდინარე აქედან ლორდ პალმერსტონი, რომელსაც სამხრეთ კავკასიის ბედი ნამდვილად არ ადარდებდა, არც მეტი არც ნაკლები ყირე არ ვიცი პალმერსტონს ადარდებდა თუ არა სამხრეთ კავკასიის ბედი, ელისო ჯანაშიას უნდა დღეს რომ ბრიტანეთს ადარდებდეს აქაურობა და ბრიტანეთის ინტერესებში რომ იყოს ეს და არის კიდევაც მადლობა ღმერთს, ელისოს უნდა რუსეთისგან გათავისუფლება თავისი შავი ზღვის. იმის ომის სამხრეთ კავკასიაში გაგრძელებას ემხრობოდა. შესაბამისად ეს ისტორია 170 წლის წინ იწყება. 1850-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატები კი ბრიტანეთის შეგირდია. ბატონი ბზეჟინსკი კი სწორედ ლორდ პალმერსტონის მოდელს მიხვებოდა რუსეთის გარშემორტყმისა და დასუსტების გეგმას. ბატონი ბზეჟინსკი ამ ყველაფერს თავად საკუთარ წიგნში დიდ საჭადრაკო დაფაში საკმაოდ ვრცელ თავში დეტალურად აღწერს. ბზეჟინსკი წერს, რომ კრემლი სუსტია და წინააღმდეგობას ვერ გაწევს. ეს ბზეჟინსკის დიდად არ მაინტერესებს, ზოგჯერ ხანსაც წავაწყდები ხოლმე, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად მართალია, კრემლის სუსტია და რეალური წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია. კრემლს მხოლოდ მაშინ შეუძლია რაღაცების კეთება, როდესაც ამერიკაში ისეთი კორუმპირებული თეთრი სახლია ხოლმე როგორც არის ობამასი, ბაიდენის, მანამდე კარტერის და ვიღაცაების ყავდათ კიდე სხვა გამოსირებული პრეზიდენტები, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან ცალი ხელით იმისთვის, რომ აქაურობა შეიზილოს. აი ეს რო არ არსებობდეს, რუსეთი არის ნოლი. თვითონ იქიდან კორუმპირებული ზოგიერთი პრეზიდენტის კორუმპირებული ადმინისტრაცია რო არ იყოს რუსეთთან შეზელილი. დიდი რისკი უგულისხმობ ნატოს გაფართოებას და მოლოდინს, რომ რუსეთი ვერაფერს იღონებდა. მე მსურს მოგიყვეთ კიდევ ერთი ამბავი. 2008 წელს ბუქარესტში ნატოს სამიტზე ჯორჯ ბუშმა მოითხოვა ნატოს მიერ საქართველოსა და უკრაინის ალიანსის რიგებში მიღებასთან ჯორჯ ბუშ, კაი კაცი იყო. თუ არის ჯერ კიდე ცოცხალია. დაკავშირებული ვალდებულების აღება. ევროპელმა ლიდერებმა, მათ შორის ანგელა მერკელმა და ნიკოლა სარკოზიმ, იცოდნენ თუ რამდენად საშიში იყო ეს. ეს იყო სრული პროვოკაცია რუსეთის
ანუ ასახელებს რუსეთის აგენტებს ანგელა მერკელს და ნიკოლა სარკოზი საერთოდ გვიბიძგებდა რომ ჩვენი ტერიტორიები დაგვეთმო 2008 წელს და ამათი გამოსირებული სრულიად რუსეთის სასარგებლო პოზიციას იწონებს. აი ეს კიდე ერთი რუსეთის აგენტი. მიერ გაცხადებული ეგრეთ წოდებული წითელი ხაზების მიმართ. ბუქარესტში სცადეს ეს წითელი ხაზები, სასაცილო წითელი ხაზები რუსეთის, რომელიც რამდენჯერაც თქვა, ეს არ დამირღვიოთ, თორე იმას გიზამთ, ამას გიზამთ, იმდენჯერ ჩაიჯვა. პროცესის შეჩერება, მაგრამ ნატო ხომ ალიანსი არ არის, ნატო ამერიკის შეერთებული შტატები და მის გვერდით მდგომი სუსტი ევროპაა. ბუქარესტში კი ჯორჯ სუსტი ევროპაა, ზუსტად სუსტი ევროპა რო იყო, იმიტომ აიძულა ახლა ტრამპმა რომ გაეზარდათ ბიუჯეტები და გაეზარდათ თავისი წილი ნატოს დანარჩენ ქვეყნებს და გაზრდიან. ბუშმა არ დათმო და იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებოდნენ. ევროპელები ამას დღემდე იმეორებენ, ამერიკელებიც. რუსები ამბობდნენ, რომ ეს მიუღებელი იყო და ამას არ დაუშვებდნენ. 2008 წლის გაზაფხულზე ბუქარესტის სამიტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში ჩამოვიდა. ის ეწვია საგარეო ურთიერთობათა საბჭოს. ეს ორგანიზაცია ამერიკული ისტაბლიშმენტისთვის მშობლიურია. მე კი როგორც ათასობით სხვა ამ საბჭოს წევრი გახლავართ. მიმიწვიეს სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაზე და ცნობის მოყარეობა მძლია. მათი ოფისი ჩემს სახლთან ახლოს არის და ფეხით გავეშურე. სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკელი ყოფილა. სირბანჯო. საქართველო ევროპის შუაგულშია, რომ საქართველო ევროპაა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდება და რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი წევრია. გეოგრაფიისა და პოლიტიკის მეძგამეგება ცოტა. ღონისძიება დავტოვე და მეუღლეს შევეხმიანე და მას უთხარი, რომ ეს ადამიანი შეშლილია. ეს ადამიანი საკუთარ აი შეშლილს მიშაზე, მხოლოდ აი ეს ტყლები, ბოლოდონის სირები ამბობდნენ მაშინ და ამბობენ ახლა. ვიღაცა ბონძღი ჭია. მიშა აბსოლუტურად სწორი იყო, იქ ყველაფერი რაც ილაპარაკა მაშინ აბსოლუტურად სწორი იყო და უფრო მეც ვამბობ. მიშას მაგალითად არ უთქვამს არასდროს, რომ შავი ზღვა გავანთავისუფლოთო. ანუ ამბობდა, რომ უნდა გახდეს საქართველო და უკრაინა წევრები, იმდენად ის არ ქონდა, რომ აუცილებლად რუსეთი უნდა გაგვეგდო იქ ჩვენ და უკრაინას შორის რო არის. ამას უკვე მე ვამბობ და უფრო მეც ვამბობ. არა მარტო ჩვენ გავხდებით ევროპის ნაწილი, შავ ზღვაზე არ დარჩება რუსეთი და ბრიტანეთის ის ძველი 200 წლიანი გეგმაც შესრულდება დროებით, სანამ უკრაინა და საქართველო სანამ არ აღადგენს და უკრაინა სანამ არ შექმნის თავის საკუთარ ძლიერ ფლოტებს და თვითონ არ ჩავდგებით ჩვენ ზღვაში. ქვეყანას გაანადგურებს. ასევე მსურს მოგახსენოთ, რომ რამდენჯერადაც სააკაშვილი საქართველოს ევროპის შუაგულში მდებარეობაზე საუბრობდა, იმდენჯერ ისმოდა მქუხარე აპლოდისმენტები. საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სიხარულით მე-9 ცაზე იყვნენ. საქართველო ნატოში გაწევრიანდება, ამბობდა სააკაშვილი და ისმოდა მეტი აღტკინება. მე კი ვიცოდი, რომ ეს გახლდათ სრულიად აღტკინება, ეს როგორ შეწუხებულია მაგ აღტკინებაზე. პასუხისმგებლო საუბარი, ეს გახლდათ სრული პროვოკაცია და რამდენიმე კვირაში კი ომიც მოვიდა. ეს გახლდათ საშინელი. ომი იმიტომ არ მოვიდა, რომ მიშა ამას ამბობდა, ომი მანამდეც იყო. 92-ში რატო იყო ომი? მაშინ არ იყო მიშა. და ამის გარეშეც იქნებოდა. რომ არ გვეთქვა საერთოდ არასდროს, რომ ნატო გვინდა და ევროკავშირი გვინდა და უბრალოდ ჩვენით, ანუ იმ რასაც მივაღწიეთ, იმას ჩვენით ვერასდროს ვერ მივაღწევდით დასავლელი პარტნიორების ეკონომიკის ზრდას და მთელი რეფორმებს და ყველაფერს რაც გავაკეთეთ, ჩვენით ვერასდროს ვერ, მაგრამ რო წარმოვიდგინოთ ასეთი ზღაპარი, რომ ეს ყველაფერი ჩვენით გაგვეკეთებინა, მაინც მარტო იმიტომ რომ ჩვენ ეს გავაკეთეთ, რუსეთი ისევ დაგვესხვენბოდა თავს, იმიტომ რომ რუსეთს აღიზიანებს მშვიდობა თავის გარშემო, არ შეუძლია ამას, ვერ იტანს. თვითონ არის მძღნერი და ყოველთვის იმის სურვილი აქვს, რომ ყველაფერი გარშემო აამძღნეროს. მაგრამ ამავე დროს სრულიად მოსალოდნელი. ეს გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წაქეზებული, ვინაიდან ვინმე ზრდასრულს უნდა დაერიგებინა სააკაშვილი, რომ მის მიერ ამგვარი განცხადებების გაკეთება ვინმე ზრდასრულს დაერიგებინა სააკაშვილი, ღმერთო!
სააკაშვილს არ იგებდნენ ბათუმი არ დეოკუპირო. ანუ ასლანის გასაგდებად რო წავიდა ამერიკა ეუბნებოდა არ გინდა რუსეთისთვის გამოწვევა ეს პროვოკაცია შემოგივარდებიან ტანკებით ომს დაიწყებენ და ვიცით მიშამ რაც უპასუხა და როგორც წყინვალედ გააკეთა თავისი საქმე. ისევე როგორც 2008 წელს. მისთვისვე იყო საშიში და დამანგრეველი. იყავი ფრთხილად, იყავი წინდახედული. ნუ მოუწყობ შენს ძლევამოსილ ჩრდილოელ მეზობელს პროვოკაცია. ძლევამოსილს ღმერთო. ამერიკის შეერთებული შტატები შენი მეზობელი არ არის. ამერიკის შეერთებული შტატები 1000-ობით ამერიკის შეერთებული შტატები მესამე იბერიკაა. კილომეტრის დაშორებითაა. ეს მეზობელი არა უშავს რომ დაშორებითაა მესამე იბერიკაა. კი შენს ცხვირწინაა. ასე რომ იყავი ფრთხილად. სააკაშვილისთვის ეს არავის უთქვამს. მას მხოლოდ ტაშს უკრავდნენ. მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს ხომ არ შეუძლია საქართველოს ხსნა, არც საკუთარი თავისგან და არც მისი არ შეუძლია? აბა 2008 წელს რა გააკეთა? ჩრდილოელი მეზობლისგან. ესაჭიროებათ წინდახედულობა, სიფრთხილე, გჭირდებათ ნორმალური დიპლომატია და არა გულზე მჯიღის ცემა, რომ ჩვენ რომელი ნორმალური დიპლომატია ქოცები რო ატარებენ ისეთი ტრაკის მიცემა? ვართ ნატო, რასაც გვინდა იმას ვიზამთ. სამწუხაროდ ეს ყველაფერი ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო. 2008 წლიდანვე და ჩვენ მივიღეთ საშინელი შედეგი. ეს შედეგი კი საგარეო საქმეთა საბჭოში სააკაშვილის ვიზიტიდან რამდენიმე კვირაში დადგა. ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. მე ხო ვამბობ რომ მიშა არის იმ გეოპოლიტიკური გადალაგების რომელიც ახლა ხდება ავტორი, დამწყები, ფუძემდებელი. მიდასტურებს აგერეს გამოსირებული. საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, რუკას უნდა დავხედოთ და მეზობელ სახელმწიფოებს შევხედოთ. თუ სხვაგან გადასვლას არ აპირებთ, უმჯობესია იყოთ რეალისტები, ჭკვიანნი. არავინ მოგიწოდებთ ძალიან რეალისტურია რუსეთის გაჯიყვნა აქიდან, გაძუყნა. სახელმწიფოებრიობის დათმობისკენ. იყავით წინდახედულნი და ჭკვიანნი. რეალისტ. ჰენრი კისინჯერს აქვს ასეთი ფრაზა. წინდახედული რო ვარ და რეალისტი რო ვარ, იმიტომ მინდა რომ შავი ზღვა იყოს თავისუფალი რუსეთისგან, რომ მერე მეჯერ ბევრი საუკუნე მქონდეს აქ მშვიდობა და არა რაღაცა 2 წლიანი და 3 წლიანი ომის შეჩერება. რუსეთი თუ დარჩა შავ ზღვაზე, ძალიან დიდი ხანი ვერ დავისვენებთ. თუ გავაძევებთ, გვაქვს შანსი, რომ ბევრი საუკუნე კიდე მშვიდობით ვიცხოვრობთ, განვითარეთ, გავმდიდრდეთ და დავიბრუნოთ ჩვენი რეალური სახე. ამერიკის შეერთებული შტატების მტრობა არის საშიში, მეგობრობა კი სასიკვდილო. ის გულისხმობდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება სიყვარულს გეფიცებოდეთ, მაგრამ სინამდვილეში მათ ეს არ ადარდებთ. მათ ისიც კი არიციან ამერიკული ჯორჯია ან ატლანტა სად მდებარეობს. მათ მით უმეტეს არიციან თბილისი და საქართველოს სად არის. დამიჯერეთ, გულწრფელად გეუბნებით. იყავით ფრთხილად. ისე არიციან, რომ 25 წლის პირველივე კონგრესის შეკრება ჩვენით დაიწყო. საერთოდ არიციან. არავინ გეუბნებათ, რომ დანებდეთ, მარცხი აღიაროთ, იყავით წინდახედულნი, მოეპყარით მეზობელს კარგად. იგივეს გირჩევთ თურქეთთან. რუსეთი მეზობელი არ არის. რუსეთი არის მტერი, რომელიც უნდა გაანადგურო და გაწიოს შორს, რომ ვერ მოგწვდეს. ირანთან დაკავშირებით. ამ ზიზღის ფონზე ისმის ფიქრი. ირანთანო? კაი, შენი მეგობრე ირანთან. თურქეთი მეგობარია. ირანიც გახდება მეგობარი იმის მერე, რაც ისრაელი ირანში გაანადგურებს აიათოლების რეჟიმს. რომ ბრიუსელი გადაგარჩენთ, უბრალოდ სასაცილოა. ვაშინგტონი კი საერთოდ სასაცილო თვითონ არის, თასაწყალი კიდე. 3000 კილომეტრის დაშორებითაა კიდევ. კარგით რა ვიყოთ რეალისტები, მე ვცადე ეს უკრაინელებისთვის ამეხსნა, მაგრამ მათ მეყური არ დამიგდეს. მათ ვაშინგტონი ძალიან კარგია, რომ ასეთ ბონძღებს ყურს არავინ უგდებს. საერთოდ ის არის სამწუხარო, რომ ასეთ ბონძღებს აქვთ რამენაირი პოლიტიკური კარიერის კეთების საშუალება. ჩვეულებრივი ჭია. გაგონილი ტკბილი საუბარი და მხარდაჭერაზე ცრუ დაპირებები ერჩივნათ. ახლა კი მათ ბრძოლის ველზე უბრალოდ ხოცავენ. რას ნიშნავს ბრძოლა მანამ საჭიროა, სანამ ბოლო უკრაინელს
ბრძოლის ველზე უბრალოდ ხოცავენ რუსებს უკრაინელები. უკრაინელები იბრძვიან საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და კეთილდღეობისთვის და იმარჯვებენ ამ ომში. შენ კიდე ხარ მოკლავენ? მათ 100,000-ობით ადამიანი დაკარგეს, როდესაც შეეძლოთ რუსები დათვალე. განადგურებული რუსები დათვალე უკრაინელებს რო ითვლი. ჩემთვის ყური დაეგდოთ. ეს იყო მათი მხრიდან ყოვლად დამანგრეველი საქციელი. უკრაინელებს თავიდანვე უარი უნდა ეთქვათ ნატოში გაწევრიანების შეთავაზებაზე. მათ უნდა ეთქვათ თავიდანვე უნდა ეთქვათ, რომ ბელორუსობა გვინდა, თავიდანვე. უნდა დანებებულიყვნენ თავიდანვე უნდა საკუთარი სურვილით უნდა შეეყოთ ბოლომდე რუსეთის ტრაქში თავი. რომ არ სურდათ ამ გზით არავის განაწყენება, მათ ხომ არავინ ესხმოდა თავს. ეს პროვოკაცია რა საჭირო იყო? არავინ ესხმოდა თავს, აბა რა მოხდა 2014-ში? ვინ წაართვა ყირიმი და დონბასი და ლუგანსკი? ყველაფერი იქნებოდა წყნარად. Don't provoke anything, and it would have been quiet. მოკლედ, მოვისმინეთ ამერიკელი ბიძინა. ამერიკელი ხიხო. ბონძღი, სირი, დარწმუნებული ვარ, სოციალისტია, ლევაკია. სავარაუდოდ ამ არჩევნებზე ბაიდენს მისცა ხმა. და დიდება უფალს, რომ ტრამპმა გაიმარჯვა. ბრიტანეთი თავის გეგმას მიყვება. ძალიან გეგმაზომიერად, ძალიან კარგად ეხმარება უკრაინას და ჯერ კიდევ 23 წლის აგვისტოში უკვე განადგურებული იყო რუსული ფლოტი და ბრიტანეთი ჩადგება ყირიმის გარშემო, ყირიმი იქნება დეოკუპირებული, საქართველო იქნება დეოკუპირებული, ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ძველ დიდებას და გვექნება ისევ ძლიერი საზღვაო ქართული საკუთარი ფლოტი მომავალში და თავისუფალ ზღვაზე არ იჭაჭანებს რუსი. თავისუფალ ზღვაზე, შავ ზღვაზე. Оговорка по Фрейду. მომავალ შეხვედრამდე.